რომელსაც ავტორმა რეალური მუზეუმი გაუხსნა. რაგბის უმაღლესი ჯილდო ველისის თასი თბილისშია. რაგბის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით პრიზი მსოფლიო თასის მონაწილე ქვეყნებში იფინება. თასი საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება. დღეს ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა. თავდაპირველად კი კიკეთში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლაში გამოიფინა შაბათს 15 მარტს კი ჯილდო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იქნება, სადაც საქართველოს და რუმინეთის ნაკრები გუნდები ევროპის 2014 წლის ერთ თასის სეზონის ბოლო მატჩს ითამაშებენ. და ტურნირის გამარჯვებულსაც გამოავლენენ. ველისის თასი ძვირფასი ლითონისგან 1906 წელს არის დამზადებული და 38 სანტიმეტრის სიმაღლის არის. სხვადასხვა ორნამენტები დამშვენებულ ყურებზე ბერძნული მითოლოგიის ორი პერსონაჟია გამოსახული: ნიმფა და სატირა. სადგამზე კი იმ გუნდების დასახელებები ამოტვიფრული, რომლებმაც მისი მოგება შეძლეს. საქართველოს დიდი რეჟისორობა ის რომ ჩამოიტანეს მსოფლიო თასი და ალბათ მოვიგებთ საქართველოს მოიგებს ამ თამაშს და დიდ წარმატებებს უშურებთ საქართველოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რაგბის მსოფლიო ფედერაციის მხარდაჭერა საქართველოსადმი და მსოფლიო თასის ველისის თასის ჩამოტანა სწორედ ამის ნიშანი არის. მინდა აღვნიშნო ის სიტყვები, რომელიც გამოთქვა ამას წინათ თბილისში ვიზიტისას მსოფლიო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, რომ დადგება დრო ახლოისხანში, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, როდესაც საქართველო იქნება ის მეშვიდე ქვეყანა, რომელიც ჩაერთვება დიდ სარაგბო ელიტაში.